პაციენტმა მოგმართა ტკივილი წელის არეში, რომელიც გადაეცემა უფრო მეტად მარცხენა ფეხში, პერიოდულად მარჯვენა ფეხში, ჩაუტარეთ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. აღმოჩნდა, რომ მას აქვს მრავლობითი თიაქრები წელის მიდამოში და პროტრუზიები, შესაბამისად ნერვზე ზეწოლა და ტკივილიც გამოწვეული არის მაქედან. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის გაგვეკეთებინა ეპიდურული ბლოკადა. ეს რა ტიპის ბლოკადაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის ყველაზე მარტივი და ყველაზე ადვილად გასაკეთებელი პროცედურა, მაგრამ მრავლობითი თიაქრების შემთხვევაში ხშირად იძლევა უფრო უკეთეს შედეგს, ვიდრე სხვა პროცედურები. პროცედურა ჩატარდა წარმატებულად, პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტმა იგრძნო შეღავათი. მან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცედურის დროს, ბლოკადის დროს კეთდება ორი ნივთიერება. ერთი არის სატესტო, რომელიც არის ლოკალური ანესთეტიკი და პროცედურის უახლოეს წუთებში, შემდეგ უახლოეს წუთებში ტკივილის შემცირება ან გაქრობა არის მარკერი იმისა, რომ მეორე ძირითადი წამალი, რომელიც არის ტრიამცინოლონი, შევიდა სწორ ადგილზე. მეორე დღიდან, მესამე დღიდან უკვე ველოდებით ტრიამცინოლონის სამკურნალო ეფექტს. ეს არის ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო წამალი, რომელიც გვიან იწყებს მოქმედებას, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი ხანგრძლივია. ეს არის სამკურნალო პროცედურა, პათოგენეზური მკურნალობა არის, ასე ვთქვათ, ტკივილის და არა გამაყუჩებელი მხოლოდ. პაციენტს დავიბარებთ ერთ კვირაში, ერთი კვირის შემდეგ შევაფასებთ მის მდგომარეობას და გადავწყვეტავთ შემდგომში შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას. ამ პაციენტს ოპერაცია არ ესაჭიროება. იმიტომ გავაკეთეთ ჩვენ ეს პროცედურა. როდესაც პაციენტს ესაჭიროება ოპერაცია, მაშინ აუცილებლად ვთავაზობთ ხოლმე ოპერაციას. მაგას თავის კრიტერიუმები აქვს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პირველივე დანახვისთანავე ყურადღებას იპყრობს ძლიერი ზეწოლა ნერვზე, რომელიც დიდი ხანი არ არის გასული ამ ძლიერი ზეწოლის დაწყებიდან, თავის სიმპტომატიკა რა თქმა უნდა. ანუ არის რიგი შემთხვევები, როდესაც აუცილებლად სჭირდება ოპერაცია. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება გაკეთდეს ოპერაციაც, მაგრამ ვამჯობინებთ, რომ ჯერ ჩავატაროთ კონსერვატორული მკურნალობა, ინექციები, მცირე ინტერვენციები და მერე იმის ეფექტობის შემთხვევაში სხვა გზა რო აღარ არის, მერე ვაკეთებთ ხოლმე ოპერაციას. და არის შემთხვევები, როდესაც ოპერაცია არ უნდა გაკეთდეს. ეხლა ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ამ პაციენტს ოპერაცია არ სჭირდება და არ უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში ოპერაცია.